თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა. ყინულის არენა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. პროექტი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. მოეწყო 60-30 მეტრზე ზომის ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, ასევე სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი და სამედიცინო დარბაზები. გათვალისწინებულია სივრცე კაფისთვის, მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომით. ეს გაიხსნა, როგორც ხედავთ, თანამედროვე ყინულის სასახლე, რომელიც აშენდა ერთ წელიწადში. აშენდა ძირითადად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, თუმცა ეს არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩება ბუნებრივია ქალაქს, დარჩება ქვეყანას. უმაღლესი ხარისხით არის შესრულებული ეს პროექტი, ამაში თავადაც დარწმუნდებოდით. არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ყინულის სასახლე და რა თქმა უნდა, ეს სასახლე ხელშეუწყობს სპორტის შესაბამისი სახეობების განვითარებას. უმაღლესი დონის ყინული არის ორშრიანი. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული ტექნოლოგიურად, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებია გამოყენებული. დაახლოებით 36 კილომეტრი ქსელი მოეწყო იმისათვის, რომ შესაბამისი კლიმატის რეგულირების სტანდარტი ყოფილიყო დაკმაყოფილებული და შესაბამისად ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამათ შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ობიექტი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო მოთხოვნას. გათვალისწინებული აბსოლუტურად ყველა სივრცე, რომელიც სხვადასხვა ოლიმპიური სპორტის სახეობებს ჭირდება, როგორც არის ჰოკეი, როგორც არის ციგურაობა, მხატვრული ციგურა. აღნიშნული სპორტული კომპლექსი მოგცეს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის უმასპინძლოთ, ამავე დროს საქართველოს ნებისმიერი ტურნირი, საქართველოს ჩემპიონატები იქნა ჩატარებული და ამავე დროს ეს შესაძლებლობას მოგცეს როგორც ჰოკეის, ასევე ფიგურული სრიალის სპორტსმენებს, როგორც შეჯიბრებების, ასევე ვარჯიშების კუთხით იყო დატვირთული.